პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის და მის მეუღლეს მარია კაჩინსკას კვირას კრაკოვის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მიღების სურვილი შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერებმა გამოთქვეს. წუთიერი დუმილით დაიწყო მუშაობა პოლონეთის სეიმმა, რომელმაც ტრაგედიისას 15 კოლეგა დაკარგა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბრონისლავ კომაროვსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს 21 აპრილს დაასახელებს. ქვეყანაში გლოვა 19 აპრილამდე გაგრძელდება. რუსულმა მედიამ დღეს პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფის დეტალები გამოაქვეყნა. 4-დღიანი გამოძიებისა და TUA-54-ის შავი ყუთის გაშიფვრის შემდეგ ექსპერტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მფრინავებს უკანასკნელ წამამდე შეეძლოთ კატასტროფის თავიდან აცილება, მაგრამ მათ საბედისწერო შეცდომა დაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ ეკიპაჟის მეთაური ცუდი ხილვადობის შესახებ გააფრთხილეს, მან დაფრენის გადაწყვეტილება მაინც მიიღო. პოლონელმა დეპუტატმა არტურ გურსკიმ სმოლენსკის ავიაკატასტროფაში რუსული მხარის დადანაშაულების გამო რუსეთის ხელისუფლებას ბოდიში მოუხადა. დეპუტატის განმარტებით მან განცხადება ღრმა შოკის მდგომარეობაში გააკეთა. მისი თქმით, ინტერვიუ, რომელიც პოლონელ ჟურნალისტს მისცა კატასტროფიდან რამდენიმე საათის შემდეგ მატარებელშია ჩაწერილი, როცა ის სმოლენსკისკენ მიემგზავრებოდა. ყველაფერი, რაც მაშინ ჟურნალისტებს ვუთხარი საზოწარკვეთილებისა და დაბნეულობის მდგომარეობაში იყო, ნათქვამი, აცხადებს დეპუტატი. დღესვე ვარშავაში მოსკოვიდან 31 ადამიანის ხედარს გადაასვენებენ. გარდაცვლილებს ვარშავის ერთ-ერთ სპორტ კომპლექსში დაასვენებენ, სადაც მოქალაქეებს დაღუპულებთან გამომშვიდობების საშუალება მიეცემათ. a su presidente.